მაგესავით მეგობრებო, მე ძალიან პოზიტიურად და კარგად გავიღვიძე დღეს თქვენი ცუდი კომენტარები და რაღაცები ჩემზე კი მოქმედებს, მაგრამ ხალხო მე მაგით ვიკვებები. მაკლედ როგორ ხართ? ზოგადად არ ვაპირებდი არც ერთ ვიდეოში გამოჩენას საერთოდ ამ თქვენი ბულინგის შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან საშინელი კომენტარები დაიწერა ჩემზე და ჩემზე იმ ინტერვიუს შემდეგ, რაც ჩავწერეთ ზოგადად და ჩვენ ჩავწერეთ იმის, რომ უბრალოდ გვეხალისა და გვენახევი რა თქვენთვის თუ რა შეიცვალა ბოლოს 3 წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში, როგორ გავმიზარდეთ, გავნვითარდით და ასე შემდეგ. ერთი კომენტარს მინდა შევეხო აუცილებლად და მინდა წაგიკითხოთ. ანა ბიბიშვილი წერს. როგორ მიხარია, რომ ესეთ ხელიდან წასული შვილი გყავს? თელმა ბიჭებმა რომ გითხრიეს ისეთი. მოდი, ნელა-ნელა მივყვეთ, ხო? თელმა ბიჭებმა რომ გითხრიეს ისეთი შვილი რომ ყავს ძალიან მიხარეაო. ვინ ვისი ნათრევია მგონი ვხედავთ რა. და მოდი მაგას რო თავი გავანებოთ, მოდი განვმარტოთ ყველაფერი რა. ბარში, დისკოტეკაში, საცეკვაოდ როდესაც მიდიხარ, კლუბში, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ბოზი ხარ. ეგ იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ გართობა გინდა. ყველა საბოზო ადამიანს სხვა ვინც ჰგონია თვითონ არის ეგეთი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა. შემდეგ მე მგავსო იძახი, ხო და შენ რო გგავს კარგია, იმიტომ უცვლის ხვას ამპერსებსო რა. ბადანტეთ მუშაობა არ ტეხავს, თუ არ იცი ბადანტე რა არის, შემიძლია განგიმარტო ანა. შემიძლია განგიმარტო ბადანტი არის, როდესაც მოხუც ადამიანს სული. ეს არ არის სერცხველი, არ ტეხავს, როცა ბებოს პამპერსს უცვლე, იმიტომ რომ ეს არის პატიოსნად ნაშრომი. პატიოსად ნაშრომ ფულს იღებ. ზოგი ერთებით განან და ბოზაობენ და ცვეტში ბოზებუვინებიც არიან რა. ეგენია ჩვენებე თავს ანგელოზებად. არავინ არ არის ანგელოზი, არავინ არ არის მართალიც ასავით. ყველას აქვს ცხოვრებაში რაღაც შეცდომა დაშვებული. შეცდომას ვსწავლობთ რა თქმა უნდა, ხო? და თუ შენ გიტყდება ბადანტეთ მუშაობა, შენ არ იმუშაო. შენ ალბათ უფრო ბორდელში მიგიღებენ. ესე უფრო ვთვლე. შეკჩა ანტონიოე პატარა. აუ ის აქ რა წერია? დედა? ორი წამოდი. აი აქ რა წერია? აი აქ რა წერია? აი აქ. პამპერსებს? არა, აი აქ. და რაღაცა. მან რა წერია ვერ მივხვდი. ალბათ კახპაო, რავი, ასევე ბოზიო, შვილი კიდე. უზე თუ მთავრდება, კაი, კახპაო, ალბათ სოფლელიან, ბოზი მამიდა შემდეგ ვერ გაიგე. მამიდა ჩემებს არ ვახები მე. შავი იქნება გიორგის იცავს გიორგი. აი, ორი წამი. ასევე ბოზი შვილიო, ანუ ეს არის კონკრეტულად ჩემზე გამოხმარებული ყურადღება, რომ მე ვარ ბოზი. ჯერ ჩემი ბოზობა სად დაინახე. ჯერ იქიდან დავიწყოთ 15 წლის ბავშვს რომ მაგას უწერ. ჯერ საერთოდ სად ხარ გაზრდილი ან აღზრდილი? შენ აღზრდილს ვერ დაგიძახებ. შენ ხარ უბრალოდ გაზრდილი. აღზრდილის არაფერი არ გეტყობა. სად დაინახე კი არა, ჯერ 14 წლის ბავშვზე რომ მაგას იტყვის. ეს საკითხი არც უნდა განიხილოდე, არც უნდა გეწყინოს, იმიტომ რომ რა უნდა მეწყინოს? იდიოტია, ანუ უჭირს, აქ უჭირს ამ ადამიანს ძალიან, ხვდები? ხო, მაგას ანუ ავადმყოფი ხარ. შესაძუარო, ჩვეულებრივი აი სხვა სიტყვა რა მოგიფიქრო, მეტი კორექტულად როგორ ავადმყოფია ჩვეულებრივ. ახლა მუქარა რო დაწერა. მოიცა, მაგის მაგამდე თმივალ გეხვეწები. ჯერ მართლა მაი ჩემი ბოზობა ვინმეს თუ გაქვთ ნანახი, მეც გამაგებინეთ, მეც მაინტერესებს. ბოზი ყოფილ ვარ და არ ვიცოდი. კიდევ ერთხელ დედაშვილი ჩემზე ამოიღებთ ხმას.
გიორგის ახსენებ და ყელს გამოგჭრით ორივეს. შენზე ამოვიღებთ ხმას, რას ქვია? ანუ ჩვენ რამე ვილაპარაკეთ და საკუთარ თავზე მიიღე? ეს უკვე სხვა თემაა, საყვარელო. ჩვენ თუ რამეს ვლაპარაკობთ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ კონკრეტულ ადამიანზე. აი ხა კონკრეტულად შენზე ვლაპარაკობ. ეს ამუქარით კიდე ფეხებს ვერავის ვერ მოჭა. ჩამოდი წინ დამიდექი ჯერ დარწმუნებული ვარ სარკეშიც კი ვერ დამიდგები გვერდზე. არა გოგო. სარკეშიც კი ვერ დამიდგები გვერდზე, მაგაში 100%-ით ვარ დარწმუნებული და მერე კიდე ჩემ დონემდე რომ ვერასოდეს ვერ მოხვალ ხო მაგაზე საერთოდ, ნუ. არც ერთი კაცი არ აპატიებს არავის ღირსებაზე რომ ეხებიან. შენ დარწმუნებული ვარ გიორგის ვიღაც ახლობელი ხარ. ღირსებას რაც შეეხება, შენ პირადად. მამა ჩემს ხო მართლა ძალიან მიყვარს და მე მამა ჩემს ცუდი რაც არ უნდა ვთქვა, არავის არ აქვს პრობლემა მართლა ცუდი ელაპარაკოს. მე ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ემარა. ღმერთს ვუსურვებ რომ მამა ჩემისნაირი ქმარი გყავდეს. და აი მე მიხვდები რომ მამობაში ბადალი არ აყავს, მართლა ძალიან კაი მამაა, მაგრამ როგორც ასეთი ქმარად არ ვარგია. ამიტომ ღმერთს ვუსურვებ რომ მამა ჩემისნაირი ქმარი შეგხვდეს. ელის გამოჭრა არ აქცდება, მე გამიფრთხილები ხარო. ამას წერს ვიღაცანა, რომელიც არის დაახლოებით 15-16, აი არ ვიცი, შვილო, აი ამ კომენტარიდან ჯერ ხო აზრი ძლივს გამოვიტანე. მაგასაც რო თავი გავანებოთ გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული ადამიანი, ამას არ დაწერს. ჯერ ხო თავს არ დაინცილებს. მით უმეტეს თუ ჩვენ ვიდეოებს უყურებს, ყველა მიცის, რომ ცუდი კომენტარი რაც იწერება, მე ვიდეოს ვწერ და ვმარტავი იმ თემას და ვშლი. ყველანაირად და ისე გადმოვაქმე თქვენთან. ამიტომ შენ ძალიან კარგად იცი და იცოდი კიდევაც რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეო ჩაიწერებოდა. და თუ პოპულარობა რა ვეგინე, საყვარელო პირადში მომწერე და გაგაპიარებ, ან რა ვიცი, რამეს მოგიხერხებ. თეკლას არებოზა და მიხვდებოდი, ეხლა კი გააჯვითო. ანა ბიბიშვილი. მე არ მებოზა. მე არ ვალავ იმას, რომ მე ბარში ან კლუბში დავდიოდი. არ არის ეს დასამალი. ეს არის ნორმალური. თინეიჯერობის ასაკში. ბავშვი ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს ზოგადად. შეცდომებზე ვსწავლობთ. მე მაგალითად რომ მითხრან რომ ის ცუდია, სანამ მე თვითონ არ გამოვცდი და მე თვითონ არ მივხვდები რომ ცუდია, მე იმის ნალაპარაკებს არ დავიჯერებ. ვინც არ უნდა იყოს. თუ ინტერესი გაგაჩნია მაგ საკითხთან დაკავშირებით, ანუ კონკრეტულ საკითხზე არ მაქვს მე აქ ლაპარაკი. ნალუბოი საკითხი აიღე რა. თუ გაინტერესებს, მაინც გააკეთებ. და შენ ალბათ სადღაც ჭურში გძინავს სხვისი ნეგატივით იკვებები. აი შენაირ ადამიანს, აი არ ვიცი როგორ უნდა მიმართო. ტვინში რო გიჭირს, ეგ უკვე ხო ნუ ვხედავთ და ფაქტია, საყვარელო და თუ გინდა დავსარჩევ და გავიგებ ვინმე კაი ფსიქოლოგის ნომერს და გაგაგებინებ აუცილებლად. არც მაგაზე არ მაქვს არანაირი პრობლემა და კიდევ ერთი კომენტარი დაიწერა რა, რომ ანტონიო დაჭერილი გყავთო და ძალით აჩერებთო. წასვლა უნდაო და გამოკეტილი გყავთო. მე იმდენად რთული ხასიათი მაქვს. მე და დედა ჩემს იმდენად რთული ხასიათი გვაქვს, თან ერთნაირი ფეთქებადი ხასიათი, ზუსტად ანალოგიური ხასიათი და დაჟე მე უარესი ხასიათი მაქვს და ჩვენ თუ ჩხუბი მოგდის, სერიოზულად მესამე მსოფლიო ომია სახლში რა. ანტონიოს წასვლა რა უნდოდეს. არავინ არ იჭერს. ვერავინ ვერც დაიჭერდა. ვამე, გოგო რაღაცა თავბრუნა ხო? ასე არა. ხო და
ანტონიოს აქვს სახლი ცალკე. წასვლა თუ ანუ გადაობით რო თქვი შეშინებული გარბისა თუ რაღაცაა, სერიოზულად მიიღო ამ სირმა გაიგე და რა idioти ხარ შესაძლოა. აბა ცოტა მიწი. აბა როგორი ადამიანია უფრო საინტერესო ურთიერთობაში. ყველაფერს ერთ თავს დაუკრავ. ხო. აბა რა ხელა მომაბეზრებელია, როგორ გბეზრდება. რო იცი რაღაც სიტყვი ეგრევე თავს დაგიკრა, მაგალითად ესეთი ადამიანები ძალიან ბეზრებელია. ძალიან კაც გამოჭერეთ საწოდები ახლა რო ეჩუდება უნდა უთხრა ანტონიოს რო უთხრა ჩემ გამომწერებს ეცოდები რომ თუმი ძალიან მყავხარ თქო მაინტერესებს რა სიტყვის შეიძლება მოინდომოს კიდევაც რო ვიდეო ჩაწეროს ამ ყველაფერს იტალიურად ჩვენ მე გადავხარდით უნდა ხოლმე რომ ესო ჩაწეროთ რო ვიდეო მართლა ჩაწერეთ აი როგორ გაიცანით ერთმანეთთან რაღაცა თან თარგმნე რა შენ იმან ილაპარაკოთ იტალიურად და შენ თარგმნე მართლა ძალიან კაი ვიდეო გვაქვს ერთი და რატო ვარდებს დევს ჩვენი ფოტოც დევს ფოტო ანუ ვიდეო დევს რაც ლაპარაკობთ yes baby შაშან ზაფხულს დავდეთ ხოდა წელს ზაფხულსაც დადით ხო ანუ მე უფრო ვთვლი რომ შური ალაპარაკებს დედა იცი რა არის ჩემთან ისო დეცდე ხო იძახდიო რომ გიორგიო გვინახავდაო ისაო ესაო ბიჭო მაშინ ქმარი იყო და შემინახავდა აბა რა ჯახანი ნაბას იზავდა რა გდია დედა დაბლა სად სულ გონია რომ ფოლი არის ჭუჭყიანი ანუ გოგო როც მინდაო ლაქები არჩევა აი რაღაცნაირი ფერი აქვს თვითონ პოლს თვითონ გაცვიცი მამა მომეწევს ხო და გეტყობა რომ ძალიან დიდი ბოღმა და შური გიდავს გულში და ჯობია რომ განთავისუფლდე მართლა მეგობრულ რჩევას მოგცემ რომ გაიჩინე მეგობარე ან ადამიანი სანდო ადამიანი და პროსტა დაუჯექი და გოლი გადაუშალე რა შენზე ცუდს არ ვიტყვი იცი რატო არ ვიტყვი შენზე ცუდს იმიტომ რომ მე შენნაირი არ ვარ ჯერ გოგო რა ყელის გამოჭრით მემუქრები შენი რომ მეშინოდეს ყველასო კორექტულად გელაპარაკო. ყველანაირად ვცდილობ, რომ არაფერი ცუდი არ წამოვწდეს შემთხვევით მაინც. ჯერ თვით შეფასება ძალიან დაბალი გაქვს. მაგას აი თქვენ არ ხალხს უბრალოდ მგონია რომ შური ალაპარაკებთ, სხვა არაფერი რა და თუ გშურს გითხარი, გიპოვით ვინმე ადამიანს. ვინ შეგიყვარებს, მაგრამ შენ ვინ უნდა შეგიყვაროს გოგო. დედა, იცი რა ვიფიქრე თავიდან? მამას ვინმე ახალი ხო არ ყავს თქო და ეგ ხო არ არის თქო, ეგეც დაუშვი გონებაში. რა შენ ინტერესებს მამაშენს ვინ ყავს და ვინ არა, შენ მამაშენს ყავს ყოველ დღე ვინ ყავს. მეგას სამყაროს წვეთით. ხო და ისა. რა შეძახდი? დროის თამაში სპორტია, არა სპორტია, ახლა მოგვითხოვთ. ხო სპორტია. რა თქმა უნდა. ხო. სპორტით ხარ დაკავებული, ეს უკვე კარგია. წინსვლა ცხოვრებაში. რაღაცას ნიშნავს ეგეც. სულ არაფერს ტრაკი მაინც ათამაშე. ძალიან ხალისობ ხოლმე ესეთ კომენტარები. აუ მე ცხოთ. просто იცი ჩემ ფიქრებს ამდენად ბოროტია ჩემ როგორ გულწრფელად უწერია რა და გაბრაზების ტონით. მიყანეს გამოგჭრიდო ჯემი აი ეგეთი ხავი მე. ხელი ავიფარე უცოდნე მე არ მოხდეს. შეხო არა შვილო. ჯერო გონია ერბო გონია. ერბო გონია. აი გაბიდო. ამასაუნდა. ბებუცი მირეკავს ხალხო წავედი. ხო ბებუ. და ისა. ძალიან გთხოვთ რა. ნუ მაგაზიანებთ. არა. ჯო კიდე ხარ პროსტა მინდა და მომემართა შენ. აუ ბებუ აზე არა ვარ. დედა ჩემიც რეკავს იმას რა ქვია. დასგიძე ბებო. ნეტად, თქვენ მე გუშინ მე ვუხარ თეკლა დაიჭირე. ეხა ეს კომენტარი თეკლას ატო ვანახე, იცი რა. დედი მეთქი ნახე რამ ხელა ჰეითი მოდის ჩემზე თქო რა ვიღაცა სირისგან. ხო და უნდა დაიგიდო ესეთი ადამიანები. მაგრამ ის ნუ გავიწყდება, რომ უფრო და უფრო ვითარდება ყველაფერი და უფრო და უფრო ხელმისაწვდომი და თვალხილული ხდება. ცოტა ხანში YouTube გააკეთებს ისეთ რაღაცას და ეს 100% მოხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შესაჩივარი შედის, იმიტომ რომ YouTube-ზე ძალიან დიდი ჰეითი მოდის ადამიანებზე და
ცოტა ხანში ჩვენ გავიგებთ ვინ როდის საიდან იწერება ხოლმე და არ გეშინია პირდაპირ კამერით მოგადგები ისედაც შემიძლია რომ გაგიგო ვინ ხარ გავიგო ცოტა უფრო მეტი უნდა მოვიდო მაგრამ მეზარები ძალიან მეზარებით რომ გავიგებ ვინ ხარ საქვეყნოდ გამოგიტან ხო იცი ცოტა თავი შეიკავე რა შენ ჯანმრთელობას გაუფრთხილდი რა მაგარი ქალი ყოფილა ტიპს ასვლა რომ უნდოდეს და ვერ მიდიოდეს ან ჩემი რო ეშინა ესე იგი ძალიან ქალი ვარ ძალიან რა აი ესე მყოლია თურმე ამით მე კომპლიმენტი მითხარი საწყალია მერთო ჩემო საწყალი და საცოდავე ჯარში გიანილის მერთმანი ჩვენ არ ვიცი წინ და წინ რა მოხდება და როგორ იქნება მაგრამ ამ ეტაპზე და აი ამ მომენტში და აი ამ შეჯამებით და აი ამ შეფასებით ანტონიო შემდგომ ზედამთვარი ამოსდის და მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მეც მიყვარს რა თქმა უნდა ხო და რა ვიცი მე რაც არ უნდა იყოს ახლა ეს ნათქვამია საერთოდ იგი წავა და სხვა მოვა დუქასა საბაღნაროსა იგი ახლა ესეც მოიკიდე ხელზე ამაზეც რამე დამიწერე აი თქვენს კაი გამგონი უნდა ეს ერთი და კიდე ის რომ თავი შეიკავეთ იმიტომ რომ ჩვენც ადამიანები ვართ და იცი ისი უნდა გეშინოდეს ღმერთი ხო ყველაფერს ხედავს და შენ ის ყლეობის გამო რომ აი თეკლა რო ძალიან საგონებებში ჩავარდეს და ღმერთს შესთხოვს რომ ღმერთი რატო ხდება ამ ადამიანმა ისე რატო გააკეთა იცი უფალი როგორ დაგშის ჯანინო შეიძლება ღმერთს არც გჯერავს მაგრამ შენი დრო აუცილებლად მოვა Ciao, buongiorno. Bebu ხახს ფულს ეძალები? ჰა? Tini ხან ვიდეო იწერებოდა თან. იცით რა მაინტერესებს მეგობრებო კიდე? მე რო აქ ბოზობას ვტენით რა. ბოდიში თქვენთან, მაგრამ თქვენ ვინ გყავთ? მე სულ ოპოზი ვიყო. თქვენ რა? აი თქვენ რა? პროსტა აი თუ შენს გინდა ყავს ძველ სანაცნობოში რამოდენიმე ეკეთი და დაგაკავშირებ. ბებო გესმის? გაისტუმრე? არაფერი. ძელოთ ბებიკომ და მე რეკა. ბეაქიდან მოგკითხა ძალიან მენატრები, შენი ბორში მენატრება ძალიან. მე რო ბოზობას მტენით, ჩემნაირი ბოზი. ყველას გეჯდეთ სახლში. გისურვებთ. და თქვენ არ ვიცი ამდენად ჩახედულები ხართ მაგ საკითხში, მაგრამ მე რადგან სამართალზე მინდა ჩაბარება და რაღაც კანონები გამეგება, მინდა გითხრათ, რომ არასრულწლოვანზე ცილის წამება, არასრულწლოვანზე ცილის წამება სასჯელით მოიცა, არ ვიცი როგორ თქვა. დავიპენი რაღაცნაირად. არასრულწლოვანს რო აბრალეთ რაღაცებისაც ცილს რო წამთ, მაგაზე არის სროკი. მინდა გითხრათ. მინდა ისიც გითხრათ, რომ თუ ტრაკებს არ დააყენებთ, მე აუცილებლად გავაკეთებინებ დედაჩემს. მინდობელობას გავაკეთებინებ ბებიაჩემზე და პირდაპირ საჩივარ შევიტან და მე ცილის წამებას და ბოზობას განახებთ როგორი ვიცი. ხო. კიდე რა შეიძლება ვთქვა? მინდა გითხრათ, რომ ვინც ცილს მწამებთ და აი ესეთ რაღაცებს მიგონებთ. ასე მაგათ უკან დაგებრუნდეთ.
ღმერთი ზევიდან იყურება, მეგობრებო და ყველაფერს ხედავს. დააგსჯით. მინდა გითხრათ, რომ ღმერთი დააგსჯით. აუცილებლად ცხოვრება ბუმერანგია, მეგობრებო. არ მცალია დაგირეკა ვიდეოს ვერ. ვიდეოს ვერ არ მცალია. კაი. ხოდა. აი არ ვიცი თქვენ, აი ეგეთ ხალხს რა უნდა გელაპარაკოთ? ჩემი ლექსიკა არ მოგწონთ? თუ არც მოგწონთ? ჩემი ქცევები არ მოგწონთ? აი თუ არც მოგწონთ? ჩემი ხასიათი არ მოგწონთ? თუ არც მოგწონთ? არ მადარდებს. არ მაინტერესებს თქვენ რა მოგწონთ და რა არა. მე რო დედა ჩემს გვერდში ვუდგა ვარ და ვეხმარები, დარწმუნებული ვარ. არც ერთი შვილი არ ეხმარება ეგრე დედამის და ეგრე არ უდგას გვერდში. აი 100% ვარ დარწმუნებული. თქვენ იმის მეოთხედიც კი არ იცით ჩვენი პირადის, რაც ხდება. იმის მეოთხედიც კი არ იცით და ტრეკებს მიაყენეთ, ჩემი რჩევა იქნება. თორემ მე ბოლოს თავსადაც ამოყავთ, მეგასაც ვნახავთ. მე არასრულწლოვანი ვარ. ცილს მწამებთ. რა ვიცი. შეიძლება კიდე ჰეიტი წამოვიდეს, რომ რანაირად ლაპარაკობ შვილობო 14 წლის ხარო და რაღაცა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რაც ცხოვრებაში გამოვიარე, ჩემტერს არ ვუსურვებ მაგის გამოვლას და არავის არ ვუსურვებ. და ეხლა ისეთ პერიოდს გავდივარ, რომელიც ძალიან რთულია ჩემთვის. რაზეც არ ვლაპარაკობ. მინდა რომ კითხვები დამიწეროთ ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით და მინდა რომ მაგაებზე ვილაპარაკო და პასუხი გაგცეთ და თუ რამე კითხვა გაქვთ დაწერეთ. აუცილებლად ვიტყვი ვიდეოში. კიდე ჰეიტი დაიწერება, კიდე ვიდეოში შევწერ, მე ვიდეოების ჩაწერით არ ვიღლები. ბევრს იმის ტრეკიც კი არა აქვს, რომ ესე იჯდეს კამერას ელაპარაკოს და მე ხალხს გაუზიაროს თავისი აზრი, ანუ ეგ ბევრსაც არ შეუძლია. მით უმეტეს შენაერებს. ხოდა აი გული მწყდება, რომ ქართველებს ესე ველაპარაკებით და ესე მიწასთან ვასწორებთ. ჩვენ ხო ყველა ღმერთის შვილები ვართ. ჩვენ ხო ყველა ერთი ოჯახი ვართ. მეც, შენც, ყველანი ერთი ოჯახი ვართ. და პროსტა გული მწყდება მართლა, რომ ქართველი ქართველს ესე იმეტებს რა. ეს რა მოსატანია ხალხო ქართველი ქართველს კლავს და ხან ყელს ჭრიან, ხან მანქანით გაიტანეს, ხან კარჩი ცანსი რაღაცები ხდება. აი მაგიტომაც ვერ განვითარდებით ჩვენ ქართველები. და მაგიტომაც ვერ მივდივართ წინ სამწუხაროდ. ემიგრანტები არ უნდა იყვნენ ემიგრაციაში წამოსულები. პირიქით. ჩაო. ჩვენს ქვეყანაში გვინდა ყველა ემიგრანტის ცხოვრება. ნუ ის აქ ცხოვრება აწყობილი, როგორც დედაჩემს, აქ ცალკე ოჯახი ყავს და რაღაც. მე სამომავლოდ არ ვფიქრობ იტალიაში ცხოვრებაზე. მე, ბებო, მამა, მეგობრები, ყველა მანდ მყავს და გული მწყდება, რომ არ არის ისეთი განვითარებული საქართველო, თუნდაც ფინანსური კუთხით. რომ მე ჩამოვიდე და ვიცხოვრო. მე თუ საქართველოს ჩამოვალ, უნდა ვიარსებო. შარვალია 150 ლარიდან 100 ლარიდან 150 ლარამდე ღირს და თუ საქართველოში თვეში 3000 ლარზე მეტი არ გაქვს ხელფასი, ვერ ცხოვრობ. თვიდან თვემდე ვერ ქაჩავ. მიდიხარ სპეზას აკეთებ, სპეზა ანუ საჭვლის მარაგს და ტოვებ 700
600-800 ლარს. როცა აქ მაგ ხელას პეზას, ანუ საჭმლის მარაგს ვაკეთებთ 100-150 ევროდ. გული მწყდება, რომ ჩემივე ხალხი ესე იმედებს თავისიანებს. იმიტომ რომ კი, ჩემი ოცნება იყო, რომ საზღვარგარეთ მეცხოვრა, მაგრამ დამიჯერეთ, რომ საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ ჯობია. კი, შეიძლება რაღაც კუთხით ჯობდეს, ფინანსური ან განვითარების მიზნით, მაგრამ თვითონ გარემო ხალხი არ ვიცი, იმედებს მიცრუებენ უფრო. ძალიან. რადგან ძალიან ბევრი არ ვიმსახურებთ ესეთი სიტყვებს თქვენგან. გული მტკივა ხალხო, იმიტომ რომ მე კარგის მეტი არაფერი არ მაქვს გაკეთებული. მე არ ვიცი, სიტყვებსაც ვერ ვარჩევ. მართლა. იმიტომ რომ არავინ არ იმსახურებს, მარტო მე კი არა, სულ რომ მართლა ადამიანი ბოზი იყოს, მაგასაც კი არ უნდა უთხრა ეგეთი რაღაც რა. განდება ბოროტ ადამიანებს რა და ამიტომ ხო ვიცი. ჩვენც ვავყევით რედიკო და ახლა ეს ვიდეოც რომ მივეცით, გონი რა ბედნიერია, აი პროჭი უკანკალე ხა ესე შვება, ეს შვებოდე. დედა. ხოდა ერთ რჩევას მოგცემთ. რომ ქართველებს გვერდში ამოვუდგეთ. განა ის, რომ შენ ბოზი ხარ და ყელს გამოგჭრი, არა. გვერდში უნდა ამოვუდგე. სულ რომ მართლა ბოზი იყოს, სწორ გზაზე უნდა დააყენო. და ურჩიო და რჩევა მისცე. შენ თუ პატიოსანი ხარ და შენ თუ ბოზი ხარ, დადექით და იბოძავეთ ორივე მეტად. წავედი ახლა მეგობრებო. დედა. ხავა მე არ გამიკეთე? გამიკეთე? ოკეი, წავედი. დავასხოთ და დავასრულოთ ვიდეო. დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებული მინდა რომ გავაკეთო მეგობრებო. არ ვიცი რა. აი რამე ისეთი რა. Allora caffè mamma tua? Cosa? Lo vuoi il caffè mamma tua? Sì, come no? ხოდა. აი არ ვიცი რა. არ ვიცი რა უნდა გელაპარაკოს თქვენ ეგეთს. გარკვეულშია. ეს არის მეგობრებო, აქ იყიდება ესეთი პატარა რძეები. ყავაში ჩასასხმელი. ეხლა ჩავახტო, ჯერ შაქარი მოვიტანოთ. ადრე ვიყიდი ხოლმე სამკურს შაქარს მეგობრებო და დედა ჩემმა შემსვა ერთ შაქარზე. ზოგადად რა საჭმელს ვჭამ ძალიან ცოტას. Mamma tua dove? A fuori fumo la sigarette. Capito? Meno male. ხოდა. თუ ვინმე იტალიური იცით და ანუ არასწორად ვლაპარაკობ, ვიცი რომ რაღაც ხალხზე. Di lavare, finito qua, finito. Veramente? Va bene. ხოდა. მორჩა. კოზი სად არის? ხოდა. რაღაც ხალხზე მაქვს ენაში რა თქმა უნდა, მაგრამ დაიხოცება რა ნელა. საწავა. ეხლა მეგობრებო ეს გავხსნათ ესე. მე ჯერ ყავს მოურიოთ. და მე ჩავასხათ და ახლა ბრძიანი ყავა უცბად. თან ძალიან გემრიელია. თან ყავა ძალიან ცხელი აღარ არის ხოლმე. იმაშველა. აგრილებს რა. და ხალისი აქ ჩავასხოთ. Come ti chiami tu? Akita? Tecla. Come? Tecla. Tecola. No, bella, tecla. Tecla, bella tecla.
Eccola. Tecla. ხოც ჯულიას მეძახის ხო? Quella, come si chiama? Eccola. თეკლა. Tecla. Eccola. Tecla. Eccola. მეგობრებო, აქ თს ვერ ამბობენ. Eccola. Tecla. Eccola. Tiramisù, tecla. Eccola. Pecora. No. ბეკორამფია. Eccola. Tecla. ჯულია დამიძახოს ისევ ჯობია. ეს ბებო ვერ მეძახის მე სახელს ნორმალურად რა, ვერ ამბობს ჩემ სახელსა. მე ყველაზე მარტივად აქ ამობენ ჯულია ან რაღაც ეგეთი და რა მეძახის ჯულიას ზოგჯერ. ხან ტეკლა ვარ მეგობრებო ამათთვის, ხან ტესლა, მანქანა ტესლა როა, არა მოგესალმებით. ხან ტესლა. ანტონიო რომერი მახსოვრებდა რა, მაგრამ რომ ამიწყდებაო სახელიო, მანქანა მახსენდებაო ტესლა. სკოლაში ერთმა ბავშვმა ტესლა დამიძახა ერთხელ. ეკოლა. დიმი ბელა. Eccola. Bella nome, no? ხადა Giada, che bel nome, mamma mia, mamma mi piace. Quanto mi piace. კაც წავედი მეგობრებო რა ძალიან გაიწალა ვიდეო. განკვეთეთ მიყვარხართ ჰეითერებო თქვენ კი და მინდა გითხრათ რომ ყოველზე ნაცარჩი ჩაგივარდათ. ჩვენ მაინც კარგ ხასიათზე ვართ. ჯაო ჯაო.